Ჩვენი სტუმარი არის ბატონი ანზორ მელია. მოგესალმებით ბატონო ანზორ, გილოცავთ საკმაოდ შთამბეჭდავ გამარჯვებას ზუგდიდში და მინდა რომ მეორე ტურში საბოლოო გამარჯვება იზეიმოთ თქვენ და მთელმა ოპოზიციამ ერთად. მე მაყურებელს შევახსენებ რომ გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის მიუხედავად ქართულ ოცნებას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მოსახლეობამ უთხრა რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს, რომ მათი დრო ამოიწურა და გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს სხვადასხვა ქალაქებს შორის არის ზუგდიდი, სადაც ანზორ მელიამ ხმათა 46.88% მოიპოვა ოფიციალური მონაცემებით, თუმცა აქ არის დიდი ეჭვი რომ სერიოზულ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ოცნების კანდიდატმა მამუკა წოწერიამ 41.15% დააგროვა, თითქმის 5% უსწრებს ანზორ მელიამ ოცნების კანდიდატს, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ გადანაწილდა ასევე ადგილების საკრებულოში 15 მაჟორიტარი და 30 პროპორციული სიით. 15 მაჟორიტარული ოლქიდან ნაციონალურმა მოძრაობამ 9 ოლქი პირველივე ტურში მოიგო, ხოლო ასევე ერთ ადგილზე არის მეორე ტური. საკრებულოში პროპორციული სიით გაიყვანეს 14 დეპუტატი, ამ ეტაპში საკრებულოში უკვე გავიდა 9 მაჟორიტარი და 14 პროპორციული სიიდან. ნაცებს აქვთ უმრავლესობა, როგორც ჩემი პროდიუსერი ამატყობინებს. ბატონო ანზორ, მოდით ახლა დავუბრუნდეთ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, რა თქმა უნდა, პოლიტიკაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ თქვენს გამარჯვებას და ქართული ოცნების, შედარებით მარცხს ადგილობრივ არჩევნებში თან ახლავს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება. თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, ვინც საკუთარი ოჯახის წევრის მაგალითზე გამოსცა და რას ნიშნავს, როცა ადამიანს პოლიტიკურად აპატიმრებენ, როცა ის პოლიტიკური ტყვე არის, რომელიმე პოლიტიკური ლიდერის, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს გულისხმობთ. საკუთარი სიმართლის განცდით და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე შევიდა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში, გაღიმებული როგორც ნიკა მელია იმ ნაციონალური მოძრაობის მთავარი ოფისიდან. თქვენ ალბათ ნახეთ ეს კადრები. რას ნიშნავს ქვეყნისთვის, თითოეული მოქალაქისთვის, როცა პრეზიდენტი რუსი ოლიგარქის და მისი რუსეთიდან მმართველის პუტინის პირადი ტყვეა? მე მიმაჩნია რომ არაფერი არ გვეშველება, მანამდე სანამ მოსახლეობის უმრავლესობა არ მიხვდება რომ საქართველოს პრეზიდენტი არ უნდა იყოს მოკლული ან დაჭერილი. იმიტომ რომ ავყავთ ჩვენ დასაკარგი პრეზიდენტები, იმიტომ რომ ყველა პრეზიდენტმა და მით უმეტეს პირველმა და მესამემ ძალიან ბევრი რამე გააკეთეს საქართველოსთვის. ბატონი ნიშას ჩამოსვლა და აი ასე მშვიდობიანად ჩაბარება ეს იყო გმირობის ტოლფასი. მაგას საქართველოს რომ უყვარს, ამაში უმრავლესობა დარწმუნებულია, იმიტომ რომ შეუძლებელი რაღაც გააკეთა იმ წლებში, როდესაც საქართველოს არც ევროპის და არც მსოფლიო ორბიტაზე არ იმყოფებოდა. სააკაშვილმა შეძლო ის, რომ მთელი ყურადღება მსოფლიოსი და ევროპის მოექცია ჩვენსკენ. მარტო ის რა ღირს, რამდენი პრეზიდენტი იყო ჩამოსული იმ პერიოდში და როგორ ძლიერდებოდა საქართველო და როგორ ვითარდებოდა საქართველო. იყო ძალიან დიდი პროგრესი, კი მართალია, იყო შეცდომები დაშვებული, მაგრამ ეხლა რომ უყურებ ამას, კიდევ რამდენი რაღაც შეძლო ამ ადამიანმა, ნახევარი გამყიდველი, ეხლა ოცნების სკამებზე ზის. ზუგდიდში ხო? ზუგდიდში ყველანი აბსოლუტურად და არ შეიძლება რომ ჩვენ არ ვცეთ პატივი ჩვენ პრეზიდენტს. და ჩემთვის ეს არის როგორც მოქალაქისთვის უბრალოდ და როგორც ექიმისთვის ძალიან ძიმე და მე ღია ეთერით მთავრობას მიმართავ რომ დამთონნება როგორც ექიმს მოვინახულო ჩემი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი
ის შიმშილობს ხალხნო და ეს შიმშილი შეიძლება დღეს ამბობდა ეხლა ბატონი ნიკა გვარამია რომ ხნეთ გრძნობს მაგრამ ეს რეზერვების ხარჯზეა ჯერ კიდევ და რეზერვები ამოუწურავი არ არის რამოდენიმე დღეში იმის მდგომარეობა გართულდება და ამიტომ არ შეიძლება რომ ექიმმა არ მოინახულოს ბატონი მიშა იმიტომ რომ დავთხოვ დამთონ არავითარ პოლიტიკაზე არავითარ იმაზე არ იქნება საუბარი მხოლოდ 1000 კამერები გიყენია და ნახავთ რომ მე როგორც გულშემატკივარი ექიმი სპეციალისტი კარდიოლოგი მინდა რომ ნახო ხომ არ მოელის უახლოეს დღეებში ჩემ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გართულება რომელიც გამოუსწორებელი იქნება შემდგომში. ბატონო ზორ, აი როგორც ექიმს მინდა გკითხოთ. რეზერვები ახსენეთ თქვენ, როდის შეიძლება დაიწყოს თუნდაც სრულად ჯანმრთელი ადამიანის რეზერვების ამოწურვა. მე-7 დღეა დღეს ის შიმშილობს და ჩვენ ვნახეთ რომ პირობებიც კი არ აქვს ადამიანური ლეიბის შეტანის, საბნის შეტანის უფლებას არ აძლევენ. ორი საბანი იყიდა ციხის მაღაზიაში. არ აძლევენ ციხის მაღაზიაში ტელევიზორის შეძენის უფლებას ამბობენ რომ არა გვაქვსო. ამ მოტივით თქვენ ხო წარმოგიდგენიათ გადავსებულია თბილისი ტელევიზორებით და ერთი ტელევიზორის შეტანა რა ღირს ხო რა მოხდება. რა თქმა უნდა. ტელეფონის შეტანის უпростоრე ტელეფონით სარგებლობის უფლებას არ აძლევენ, კანონით მას კვირაში ერთხელ ეკუთვნის ახლობლებთან დარეკვა. ადვოკატების გარდა მასთან არავის უშვებენ, არ ვიცი თქვენ როგორც ექიმის მოგცემენ თუ არა მასთან შესვლის უფლებას, მაგრამ ფაქტია რომ თავად მიხეილ სააკაშვილმა დაწერა რომ იმ შემთხვევაში თუ მას კრიზისში იპოვიან თუ ის თუდად გახდება მისი მკურნალობა აღარ გააგრძელონ. როგორ ფიქრობთ რატომ გასწირა მან თავისი სიცოცხლე ასე? მაგას უყვართ ძალიან საქართველო. მაგრამ ბევრი გააკეთა ქართველი ხალხისთვის და გული მტკივა რომ ბევრი ხალხი დაუნახავია ამისი, მაგრამ არიან ძალიან თქვენ უნდა ნახოთ ეხლა ეს 2 დღეა თბილისში ვარ და ავადმყოფებს გებულობ როგორ ტირიან პაციენტები ბატონი მიშას თაობაზე გუშინ ქუთაისიდან დამერეკა ქალბატონმა მოხუცმა და ტიროდა ბღაოდა ტელეფონში გადაეციო ნიკასო რამე იღონეთო პრეზიდენტი არ მოგვიკლანო ხალხს უყვარს და თუ ხალხს უყვარს მთავრობა ხალხის უნდა იყოს და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს არავითარ ნუ ეხლა პიჯაკებზე რომ არის გასამართლებული ეს ხომ ქვეყნის პრეზიდენტი იყოს სასაცილოა რა ხდებოდა და აი ასე მოპყრობა ყოფილი პრეზიდენტის კი არა უბრალო ადამიანის არ შეიძლება და ეს არაფერ კარგს არ მოგვიტანს ხმა უნდა ავიმაღლოთ ყველამ და უნდა ჩვენს თვალწინ ხდება ეს გაუგონარი უსამართლობა. ჩვენ უნდა ველოდოთ, როდი წაიქცევა და რეზერვი ორგანიზმის არის ინდივიდუალური. შეიძლება 10 დღეში, შეიძლება 2 კვირაში, შეიძლება მაქსიმუმი 20 დღე მეტი არა. და თანაც ამას სტრესი. მშვენიერ ფიზიკურ ფორმაშია. ის გაღიმებული შეყავდათ და ქართულმა ოცნებამ ამაზე თქვა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო, ამიტომ იღიმოდაო. თავიანთ რიგებში ნახო ნარკომანები. თავიანთ იმებში რა ეტყობა ბატონ პრეზიდენტს ნარკომანიის რა ეტყობა თან ითხოვს რაც მთავარია ითხოვს ტესტს საჯაროდ და თან თუ ამ პირობას შეასრულებს ქართული ოცნება კანცელარიაში ღარიბაშვილმა ჩაიტაროს ნარკოტესტი მედიის თანდასწრებით ასე არ შეიძლება რა შვებიან რატომ აღიზიანებენ საქართველოს მოსახლეობას მე მგონია რომ ამათ არ აწყობთ ამდენი ქართველი იყოს საქართველოში მაგათ უნდა დაიყვანონ რაღაც ზღვარამდე ქართველები რომ უფრო კარგად მართონ ამათმა ძალიან ბევრი ფული იშოვეს
დიდი სიმდიდრე დააგროვეს ყველაფერი და იციან რომ კოალიციური მთავრობა რომ მოვა იმას ყველაფერს მოატანიებენ და ამიტომ რუსეთისკენ მიგვათრევენ ეხლა რომ მაგრამ პირველი რუსები დაადებინებენ მაგათ ამ თანხას ის არის აი ამოვწუროთ მიხეილ სააკაშვილის თემა და გადავიდეთ უკვე პოლიტიკაზე ნიკა მელიას შემთხვევაში თქვენ აბსოლუტურად სწორი პროგნოზი გააკეთეთ მე ვიყავი ჟურნალისტი ვისთანაც თქვენ თქვით რომ ნიკა გამოვა ციხიდან თავაწეული ამაყი და გამარჯვებული რა პროგნოზი გაქვთ მიხეილ სააკაშვილის იგივეს ვიტყვი დიდი ხნით არ იქნება ბატონი მიშა ციხეში და ის ვაშკაცურად შევიდა გაღიმებული ყველაფერი და მშვიდად აი ასეთი თავაწეული ის გამოვა იმიტომ რომ მაგას არავითარი დანაშაული არ აქვს ეხლა ეს კონსულტანტები რომ ყავთ მოწვეულები და ასწავლიან რა უნდა თქვას პრემიერ-მინისტრმა რა უნდა თქვას პარლამენტმა და თავობით სიზღის პროპაგანდა არ გაუვათ ეს ქართულ მე მგონი ეს მათთვის არ არის პირველ რიგში მომგებიანი ზიზღი არავის არ უყვარს მათ შორის არც მათ მომხრებს შვილებს როგორ უყურებენ თვალში რომ მიდიან სახლში აი ასე მამა რომ გამოდის და ასე საზიზღობებს ამბობს იგივე ბატონ მიშაზე იგივე თქვენზე ჟურნალისტებზე იგივე ქალბატონებზე რომლებიც ძალიან საპატიცნო ჟურნალისტები არიან როგორ შეიძლება ის მივიდეს და შულს მოეფეროს მერე სახლში თუ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი არ აქვს ხო ეს სადაო საკითხია მართალი გითხრათ მათი შუბლის ძარღვის არსებობა საერთოდ მინდა გკითხოთ ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით ელოდით თქვენ ამ შედეგებს ბატონ ანზორ ვიცი მახსოვს როცა თქვენ ნიკა მელიამ გთხოვათ გამხდარიყავით კანდიდატი ზუგდიდის მერობაზე ქართული ოცნების რეაქცია იყო მართლა შოკის მომგვრელი ისინი ამბობდნენ რომ ნაციონალურ მოძრაობას მომხრე აღარ დარჩა და ამიტომ საკუთარი ოჯახის წევრები გამოყავთ არენაზე დაუშვაო ფონდის წინა ხაზზეო ბატონმა ღარიბაშვილმა ვერ გაითვალისწინა სად იმყოფებოდა რომ ის იყო ზუგდიდში და ბოტანიკური ბაღის წინ სადაც მე მიყვარს ზუგდიდი მის წინ წარმოთქვა ეს სიტყვები გადაატრიალოს ის მომენტი როცა ამას ამბობდა რა სახეები ქონდა ზუგდიდელებს იქ დამსწრე საზოგადოებას ზუგდიდი თქვენი ქალაქი სადაც თქვენ დაიბადეთ დაიწყეთ თქვენი კარიერა მას შემდეგ რაც დაასრულეთ სწავლა გარდა ჩემს მშობლებს ჩემს დეიდებს ბიძებს ზუგდიდისთვის არაფერი არ გაუკეთებიათ 2005 წელს გავხსენი მე კლინიკა ზუგდიდში როდესაც რას ვიფიქრებდი რომ 2021 წელს ვიქნებოდი მერობის კანდიდატი მანამდე ოდესმე თქვენი ფიქრებით დაგიშვიათ თქვენს კავშირში არასოდეს არ დამიშვია იმიტომ რომ გამსახურდის დროიდან ყველა მთავრობამ თავაზობდა პარლამენტის წევრობას კენჭი მეყარა და უარს ვამბობდი იმიტომ რომ ექიმის მოვალეობა არის ავადმყოფის კურნალობა და არასწორობა იმიტომ რომ ბოლო პერიოდში როდესაც მე ვნახე რომ ქვეყანა ინგრევა მოტყუებული დარჩეთ ქართული ოცნების მხრიდან საშინლო და ერთი სურვილი მაქვს ბიძინა ივანიშვილს რომ შევხვდე პირველ შევეკითხები რა დაგიშავე რომ შულთან ასე წარედ დამაპირისპირე და რომ დავმარცხდი შულთან მეთქი ამას ვეტყვი იმიტომ რომ გაქვთ თუ არა გამარჯვების იმედი ქართულ ოცნებასთან ახლა აუცილებლად მაქვს იმიტომ რომ ჩვენ ვნახეთ ზუგდიდი როგორ პასუხობდა თქვენს კანდიდატურას ქართული ოცნების მომხრე კომისიის თავმჯდომარეებიც პირდაპირ ეთერში ვხედავდით კამერებთან გახარებული ეუბნებოდნენ ჩვენს კორესპონდენტს რომ გაიმარჯვა ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოშიც მაჟორიტარულ ოლქებშიც ანუ თითქმის გადაულახავი იყო თქვენი ციფრები დარწმუნებული ვიყავით და ალბათ თვითონაც კარგად იციან რომ თქვენ მოიგეთ პირველივე ტურში მაგრამ გააყალბეს
გაღალბება იყო საშინელი თითქოს და 7 ჩვენ ელექტროშოკიანი ადამიანებიც ვნახეთ სახლში ჩაკეტილი სიებიც ვნახეთ დარიგებული თანხებიც ვნახეთ კადრებში კი არ მალავდნენ ამ თანხებს აი წინეთ ხომ იყო 2016-ში თუ როდის არჩენე 20-შიც თანხები მალავდნენ მაგრამ ეხლა სადაც საარჩევნო უბანი იყო 20 მეტრში იჯდნენ და არიგებდნენ თანხებს ეს ხალხი გადავირევი რატომ ხდება ასეთი და ბოლოს ალბათ იცით რა ღარიბაშვილმა იმოქმედა მაგის სიტყვებმა და ამ ოცნებაზე რომ ეს ბებერი კაცი რომ მოიყვანეს არ ყავდათ სხვა კანდიდატი და რა უნდა ქნას ამან და ბოლო დღეებში რომ მიხვდნენ რომ ხალხი მხარს მიჭერდა ბოლო ორ შეხვედრაზე განსაკუთრებით ბოლო დღეს როცა ტოლვილებს ხვდებოდი შემომიგზავნეს ქალები ზუგდიდში რომ დავამთავრე გამოსვლა შეხვედრა და რომ გამოვემართე მანქანისკენ ამ დროს მომვარდა ქალი და მეუბნება შეარაკაცო რა გინდაო აქო ზუგდიდში რომ მოეთრევოდიო რა დაგჩენია ამ ზუგდიდ ვინ მოგცემ შენ ხმას და რომ იქაური იყავით არ ცოტა კი არა მოგზავნილი იყო სპეციალურად მაგრამ ისეთი გუნდი მყავს რა უპასუხეთ ბატონზე კრინტი ხმარ მithქვია, იმიტომ რომ მაგათ ეს უნდათ. ეს რამიშვილის ტელევიზია ხომ თან დამსდებს ყველაფერს ამოჭრის, მიჭრის, მოჭრის რაღაცეები და ბოლოს ინტერვიუს არ ვაძლევ, იმიტომ რომ თუ უნდათ პირდაპირ ერთ-ერთში ჩამთონ და მივცემ ინტერვიუს, ისე ჩაწერით არ მივცემ. ბატონო, რა რეაქცია აქვს თქვენს ოჯახს, როცა ხედავენ რომ თქვენი გამარჯვება ძალიან ახლოს არის და შეგიძლია მოგიწიოთ მიგრაცია ისევ ზუგდიდში და დაუბრუნდეთ თქვენს მშობლიურ ქალაქს. თავდადით მე ისეთი ბედნიერი გავხდი, აი ეს ბოლო თქვენს ფესვებთან დაბრუნებამ გაგაბედნიერა. იცით რა არის, ისე არ უნდა მომგდარიყავი, რომ არ მენახა ზუგდიდელების სიყვარული ჩემს მიმართ, ჩემი ოჯახის მიმართ, ნიკას მიმართ. ჯერ ერთი და მოვიარე მთელი ზუგდიდის სოფლები, ხვდებოდი ხალხს და ყველა იძახოდა ნიკას მამა მოდის, ნიკას მამა მოდის, ნიკას მამა. ამასაც მოესწარით, ეს სახელგანთქმული ექიმი, ამდენი ჯილდოს მფლობელი. მოხუცები 85 წლის, 90-ის მეხვეოდნენ, გადაეცი ნიკა, წერილიც გამომატანეს ნიკასთვის, რომ გადაეცით, ლექსები გამომატანეს, სასაულია და არ იყო ერთი სოფელიც კი, სადაც ჩემი ნამკურნალები ამომწყობი არ შემხვედრია. ეს არის ბედნიერება. მეორე ტურების წინ განსაკუთრებით გააქტიურდა დაშინება საჯარო მოხელეების, რომ აი მოვა ანზორმელია, გახდება მერი და თქვენ ყველას მოგხსნით. იბარებენ ბაღის გამგებს, სკოლის მასწავლებლებს, იაკერზაიას ისტორიას აღარ გავიხსენებ, ძველი ამბავია სამწუხაროდ მოუშუშებელი ტკივილი, მაგრამ მსგავსი ფაქტები ხდება, ოღონდ ადამიანები გადარჩნენ და გადარჩებიან იმედი მაქვს, მაგრამ ასე აშინებენ დღეს ზუგდიდელებს. რას ეტყოდით მათ? ეხლა წოწერია რომ ჩემი კონკურენტია. მაგის მამა იყო ჩემი პაციენტი, ყველაფერი და წოწერიამაც კი იცის რომ ჩემგან ბოროტება გამორიცხულია. ჩემთან ღვარძლის შური გამორიცხულია. ვინც ღირსეულია მერიაში, ვინც საქმის მკეთებელია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და ზუგდიდისთვის ირჯება ის ყველა ხალხი დარჩება აბსოლუტურად ჩემი გამარჯვების შემთხვევაში მე ვიცი მანდ მერიაში ძალიან ბევრი კეთილსინდისერი ხალხი მუშაობს ჩემო კარგებო ნუ გეშინიათ მე მოვალ როგორც თქვენი მერი და არა რაღაც ბაბაეგა იცოდეთ რომ მე სიკეთის გარდა ჩემი ზუგდიდისთვის არაფერი არ მინდა მე მიყვარს ზუგდიდი მე გავიზარდე ზუგდიდში და მე მახსოვს ის სიყვარულით სავსე ის სიკეთით სავსე ის მშრომელი ხალხი და ეხლაც აი ქალოდთია ზუგდიდის სოფლები რომ დავიარე აღრთოვანებაში მოვედი და ჩემ ექიმებს უთხარი ეხლა რომ უნდა ჩაგიყვანოთ მერე რომაც არ გავიმარჯვო და გაჩვენოთ ზუგდიდის სოფლები როგორი მოწესრიგებული კარმიდამოები აქვთ როგორი მსროლელი ხალხი არიან რაღაცები და ამათ უნდათ ორი მიმართულება ქალაქის მერი რათვისება უნდა აქონდეს თავარი ქალაქის მერს უნდა იყოს კარგი მენეჯერი
მენეჯერული თვისებები მე რომ გამაჩნია ეს ევროპამაც აღიარა, იმიტომ რომ საუკეთესო მენეჯერად ხართ აღიარა და მე მივცემ სწორ მიმართულებას განვითარებისას შექმნი ძლიერ გუნდს ადგილობრივი მოქალაქეებისაგან ეს იქნება ოცნების მხარდაჭერი თუ ნაციონალური მოძრაობის თუ ლეიბორისტების თუ ლელოსი ამათ ყველას თავიანთი არავითარი ნაცნობობით არავითარი ზარის დარეკვით და ჩემს გამოსვლაში მოსახლეობასთან და მე ყოველთვის ხალხს უსვამ იმას რომ მე ვიქნები მერი თქვენი ოჯახის მეგობარი თქვენ არ დაგჭირდებათ ნაცნობობის გამონახვა ჩემთან ჩემი ტელეფონი როგორც ექიმის ანზორ მელიასი მუდამ ჩართულია და პირველ ზარისთანავე ვიღებ აი ასე იქნება მუდმივად მერი ანზორ მელიას ტელეფონი ჩართული მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ რესპონდენტს ანზორ მელიას ზუგდიდის მერობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატს და მე იმედი მაქვს რომ მისი მერობის მაგალითზე დაპირისპირება მაინც დასრულდება ამ ქვეყანაში კონკრეტულად ზუგდიდში